ჩვენ ქონა ბუკლეტი საქართველოს პასპორტი, ეგრეთ წოდებული საქართველოს პასპორტი და ჩვენ თავი დაპირება იყო ევროკავშირის პასპორტი ყველა საქართველოს მოქალაქეს. ჩვენ ამით დავდიოდით. თქვენი წარმომადგენლები ცირითი დადიოდნენ 200 ლარიანებით, ტკიცინა 200 ლარიანებით. ტკიცინა 200 ლარიანებით ყიდულობდით ხალხს. ეს არის სიმართლე. და გარდა ამისა, თქვენს ამორჩეველს. ანუ თქვენ გაყიდველი ამორჩეველი, მოღალატე ამორჩეველი, ხოლაშინები კიდე. შიშა რა ამორჩეველი. ანუ ამ ხას თქვენთვის უნდა და ხმის მიცემა. ჩვენი ამორჩევლები ამ წლების განმავლობაში. სტატისტიკის დეპარტამენტის ციფრებს ხო ცნობ? რა თქმა უნდა. 2023 წელს გამოაქვეყნა, რომ 100,000-მა საქართველოს მოქალაქემ 30 წლამდე ადამიანმა დატოვა ქვეყანა. თავარმა სამუშაო ძალამ, კონტინგენტმა, ჩვენმა ამორჩეველმა. და თქვენ ემიგრაციას არ მიეცით უფლება, მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში. არ გახსოვთ ეს სასამართლო პროცესი. არ გახსოვთ რეგისტრაცია ყველას მივეცი. ჩემი ის ქცევა შეიძლება გადაჭარბებული იყო სასამართლოში, როდესაც CSKO-ს იურისტები კედელთან მივაყენე, მაგრამ როცა ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო, როცა ქვეყანაში არ არსებობს სამართლიანი განხილვის საშუალება, არც კვაზი სასამართლო, არც ისე სასამართლო, იქ მურუსიძე, აქ კალანდარიშვილია, რა არჩევნებზე ვლაპარაკობთ? და ამის მერე ქართველი ხალხი გამოვიდა ლადო ქუჩაში და ახალგაზრდები ცემენ გასისხმიანი დაწამე 15 წელია CSKO-ში ყოიბერა ათასობით ადამიანი შეყარეთ ციხეებში ადმინისტრაციული სახტელები დაადეთ და რა თქმა უნდა შენც არ მოგწონს ეს მე დარწმუნებული ვარ მაგრამ 52 ადამიანი ახალგაზრდა საქართველოს ისტორიაში არასოდეს რო არ მოხდარა იხდის საჯელს სრულიად უსამართლოდ და ამას ჩვენ პირდაპირ ეთერში უყურებთ ან სტატუსი რო გაქვს პარლამენტის არ გაწუხეთ ლადო როგორ უნდა დაიწინო ამ ახალგაზრდებს რო უყურებთ მართლა გიმინლის ბიჭებს რო უყურებთ რომ ევროპა უნდათ და შენ იმიტომ რომ ივანიშვილი იყოს ხელისუფლებაში ამას აკრავენ არასწორია ადამიანურად წუხარ შენზე ბევრი ადამიანზე რომელიც ქართულ ოცნებაში წუხარ კი ესენი არიან საუკეთესო ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა რომელსაც უნდა ევროპა, რომელსაც უნდა თავისუფლება, რომელსაც უნდა ღირსებით ევროპისკენ. ევროპაში პოლიცია და ხელის დარტყმა, გელათი ანგრევდეს, რომელსაც უნდა შუის სკოლაში წყალი არ ჩადიოდეს, რომელსაც უნდა რომ ცხეთის ჯვარი ნანგრევებად არის. ბაგრატი თუნდაც არაფერს არ აკეთებს. თქვენ არაფერს არ აკეთებთ. გელათი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ლადო, დავასრულოთ გადაცემა მოკლედ აღარ არის კი ბატონო, თქვენც არის. კი, თქვენ რო დაიწყო მის რესტავრაცია, ნაციონალური ხო, მაგრამ მე ბატონლაშა. თუ არ გინდა პასუხისმგებლობა აიღო ნაციონალური მოძრაობის წარსულზე. მაგცა ბიძინა იოანიშვილი საკდრისი ოქროს სახში წაიღო. კაი, ლაშა. მაკენა თუ ბიძინა იოანიშვილი. ლაშა გეხვეწები ხა. თქვენი პარტიის აფრიკა ჩვენი კულტურული რუსები ვის შემოიყვანა კადრეთში. რუსები ვის შემოიყვანა. ეგ იცით თემა საქართველოს. მე ჩატარდა ინტერვიუებელი გამოძება. აი ეს კი არა პარტია. ბატონლადო დისკუსიის დრო აღარ არის დასრულე ჩემო ჯამის გადაცემა. ჩატარდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. უნდა დავასრულოთ. ჩემი სათქმელი არის ის რომ თავისუფლება პოლიტპატიმრებს. თავისუფლება ახალგაზრდებს.